ეს იაპონური ვისკები მაინც რაღაცა კონტროვერსიული ბრუსით მოცულ იმად რჩება რაღაც წარმონაქმნად რა. აი overpriced არისო რაღაცას ამბობენ, ზოგი გიждდება ისე უყვარს. ზოგი აი ესე საშუალოდ რომ რამდენიმე კარგი სკოჩი გაუსინჯავს, იმას ეთქვიან ხოლმე რომ შენ იაპონური გაგისინჯავს ვისკი როგორია? იაპონური და რაღაცნაირია რა. როგორც მithონა მოწოდება აქვს დარღვეული რომ მართლა კარგი იაპონური ვისკი ცოტაა როგორც ვიცი და წლების განმავლობაში მაგის გამო ძალიან ძვირია ხოლმე რა. ეს არის ვისკის კლუბი. აქ ისინჯება დაუვიწყარი ვისკები. ეხლა შენ დაიწყე. ლევან ჭედია. მათ შორის ისინჯება აი ეს ორი იაპონური ვისკი. ერთი არის Fuji Gotemba's distilleriიდან, რომელიც ეკუთვნის კირინს. კირინი არის ცნობილი იაპონური ლუდი და ამ ლუდსახარს ეკუთვნის distilleria Fuji Gotemba, რომელიც Fuji-s მთის ძირში არის აშენებული და მეორე არის Ichiro's Malt and Grain, ესეთი ბოთლი, რომელიც არის Chichibu's distilleria. Ichiro არის ტიპი, რომელსაც ყავდა ბაბუა ჰანიუ, რომელიც ისტორიას მილიონჯერმა ფოყოლია, ჰანიუს კარტების რა ქვია სეტი, რომელიც დღეს უკვე აუქციონზე მილიონებად გადის, რომლის distilleria-ც ეს ჰანიუს distilleria დაიხურა ეს ადამიანი რომ მოკვდა და ამ ჩვენმა იჩირომ შვილიშვილმა წამოიღო ბაბუამისის კასრები თავის ახალ distilleria-ში ჩიჩიბუში და თავის ვისკებში ცოტა ძვირფას ვისკებში, მაღალი კლასის ვისკებში ნაწილს ასხამს ამ ძველი ჰანიუს distilleria-ის კასრებიდან, ნაწილს თავის ახალ ვისკებს ურევს შიგნით. ნებებია ილიგო და ებარგა ისეთი აი სიტფოთი ყავდა და მე მგონი საკუთარ ბაბუაზე ყავდა შენი ბაბუა ყოფილიყო ხა იჩირო. ხო, ეხლა ეს კონკრეტული ბოთლი იჩიროსი რა არის? ეს არის Malt and Grain, ესეთი მიმდინარეობა აქვს, ორნაირი Malt and Grain აქვს, ერთი ჩვეულებრივი თეთრი ეტიკეტით, აი ეს და მეორე აქვს Malt and Grain ლურჯი ეტიკეტით. რა სხვაობა არის? არ ვიცი, იმიტომ რომ ყველაფერი ერთ ეგრე წერია, უბრალოდ ერთად წერია, რომ არის limited edition. ორივე არის 46 გრადუსი და რა არის ახლა ეს Malt and Grain? ეს არის World Blend. ესეთი მიმდინარეობა აქვს ზოგადად იაპონელებს, არა მარტო იჩირო, სანტორის უშვებს, მაგალითად AO ეგეთი ვისკი არის, AO არის იაპონურად ლურჯი და ეს ლურჯი ეტიკეტი აქვს იმაოს და ის არის World Blend და არის რა, რომ იღებენ სხვადასხვა ქვეყნის ვისკებს და თავის გემოზე ბლენდავენ და იაპონიიდან იღებენ უკვე თავის ვისკის და დიდწილად ურევენ ამ ბლენდში თავის ვისკის. ამ შემთხვევაში აგერ უკან რუკას არის ირლანდია, შოტლანდია, იაპონია, კანადა და ამერიკა. ამ ხუთი ქვეყნის ბლენდი არის და იაპონიიდან არის აი ეს იჩიროს ჩიჩიბუს distillery-ის ვისკი. მოლტების ბლენდია თუ არა, არა, პირდაპირ Malt and Grain-აც არის. შეულებრივი ბლენდი. ბურბონიც არის შეგნით. ხო, არეულია. Infinity თუ რა ქვია, ჯერო ვაკეთებ. ხო, Infinity-ია რა, ხო, ტიმკასის დაყენებული არის. ტიმკასის დაყენებული კი ბატონო. ეს რაც შეეხება იჩიროს და რაც შეეხება Fuji Gotemba's, ეს არის single blended Japanese whisky. მთლიანად Fuji Gotemba's distillery-ის single malt-ებისგან არის და რატო აწერია single blended არ ვიცი, იმიტომ რომ მაინც single malt-ი გამოდის და single blended აწერია. თვითონ single malt-ებს აღარ უშვებენ, ამ distillery-ში ვიყავი 2019 წელს და იქ გამასინჯეს 17 წლიანი single malt-ი, რომელიც იყო ძალიან მაგარი ვისკი. რო ვიკითხე ყიდვასთან დაკავშირებით, ყიდვაზე მითხრეს რომ ჩვენო single malt-ებს აღარ უშვებთო, საბოლოოდ მე 200 გრამიანი არა, იყიდებოდა მაინც 200 გრამიანი მაღაზიაში რო შევედი 200 გრამიან ბოთლებში და ის ჩამოტანილი მაქვს კომპონენტი, კასრის სიძლიერის კომპონენტი single malt-ის, თუმცა ძალიან? არა, მიდევს ჯერ. ვაუ. ხო. ხო, და თვითონ ეს ჩემი შანსები გადავამოწმე. მაღაზიაში ახლა ექსპორტზე რო გაიტანო, ეგ მარტო distillery-ში იყიდება, უბრალოდ რა და ექსპორტზე distillery-დან რო გავიდეს, თუნდაც იაპონიაში, იაპონურ მაღაზიებში single malt-ი Fuji Gotemba's distillery-ის, ეგეთი რაღაცა არ არსებობს. მარტო ან blend-ები, ან single როგორ ქვია, single blended. Single blend ეს როგორც არის. ეს როგორც არის, ეგენი blended malt-ებს აწერენ ხოლმე შოტლანდიელები ძირითადად. თუმცა იყო დრო რომ single malt-ებს და single grain-ებს უშვებდნენ, ჰქონდათ 25 წლიანების მათ შორის და 25 წლიანი single malt-ი არა უყო, single grain-ი მსოფლიოს საუკეთესო ვისკიც არის, თუ არ ვცდები 2007 თუ 2008 წელს გამარჯვებული მოხდა. ხო, ეს არის ისტორიები, გრადუსებსაც შეეხება. გახსენდება რაღაც. გრადუსებსაც შეეხება, ყველაფერი იაპონურად აწერია, ამიტომ ეხლა რა იაპონურ გრადუსი როგორ იაპონურად რას ქვია კაცო, რიცი 46 აწერია აგერ გრადუსი ამას. ხო, ამას აწერია მაშინ იაპონურად ყველაფერი. 46 იაპონურად 46-ია კაცო.
ხო, მაგრამ იეროგლიფებში უნდა იპოვე 50 რისხვი, გაიგე და იეროგლიფებში ეს 46-ია მე მგონი. 43-ია ეს. 43 კი ბატონო. 43-ია ეს და 46-ია იჩირო. ნუ თითქმის იგივეა. მოკლედ ორივე არის ბლენდი, ოღონდ ერთი არის single malt-ების ბლენდი, ერთი არის world blend-ი, ანუ ბურბონისკი ასხია და ირლანდიური გაუგო. შეიძლება დამხვდეს სასიამოვნო დასალევი ვისკი, მაგრამ აბსოლუტურად არადასამახსოვრებელი, როგორც საერთოდ ბლენდები ხდება ხოლმე, იმიტომ რომ როგორც წესი ბლენდებს აღანერი ხასიათი არა აქვს რა. ვერც ვერაფერს ვერ გამოყოფ ხოლმე, აი კარგი ბლენდების მეტრი ადაგვირებია კაცო რა. სულაც აი მოდი შორს არ წავიდეთ, ხა არ დაგწინოთ იქ ვიღაც ბათუმელებმა კიდე იმას ჩივას რეგალიო 21 Royal Salute. ზანკაიო. ჩვენი ერი მენთოლი აქვს, ბევრი ტკბილია რაღაცა, მაგრამ აი რაი გახსოვს რისი გემოაქვს საერთოდ. არაფერ ვერაფერს ვერ გამოყოფ, მაგრამ სასიამოვნოა და საშუალო შიში აქვს და დაალევდე სიამოვნებს რა არანთარ თავის ტეხვა არ უნდა მაგაზე. ბათუმელებში მიხვდებოდა ვინც მიგულისხმე კაჩივას რეგალზე. გივი ჩვენ ავართ კაპიტე. კაი, ხო, ნუ თვითონ ეს ბოთლები არის, არ არის რას პრემიუმ კლასის ბოთლები, თვითონ თავისივე დისტილერიაში საწყისი ბოთლები აქვს. ანუ core range რაც აქვს, პირველი ბოთლია, ყველაზე იაფიანი ბოთლებია ესენი რა და ნახოთ რა იქნება მოკლედ. დავიწყოთ მოდი ფუჯით. ხო. აქ ვისკის კლუბის ამ ბარში რო იცოდეთ, აი თქვენ ხო იქიდან შემოდიხარ და აი აქეთ მხარეს დევს რა ისე რომ იცოდეთ აი იამაზაკის გვერდით. კაი, მოდი აბა ეს რომელს ვუნდათ ამას? ხო, იმიტომ რომ 3 გრადუსით ნაკლებია. კი ბატონო, დავიწყოთ ფუჯი გოტემბას გასინჯვით. კარგია რა გინდა. სიმჟავი აქვს მეტი, სიტყვა ნაკლები. ცოტა ხელოვნური არის ჩემთვის იცი, აი რაღაცა პლასტმასის გემოს ცხვირს რომ ამბობ ხოლმე, ეგ იგრძნობა. ხელოვნურობაში ვიცი რასაც გულისხმობ, ანუ არა ბუნებრივი პროდუქტები, ნახე პირდაპირ ეძახე რა აი გულაბი მსხალი რომ დაჭყლიტვა წვენი გაუვაო, აი პირდაპირ გასაგები პროდუქტია ეგ არა და ეგ უმეტესობას გაგვისინჯავს, ხო? აი ჩაგიკვეჩია გულაბი რბილი მსხალი, ჩამოგეწუწება ეგ რაღაცა როგორი გემო აქვს და როგორი ეგ არის ბუნებრივი პროდუქტი. აქ არის ხელოვნური რასაც ამბობს ჩვენ ადრეს გვიხსენებია, ცოტა უხეში შედარება ის სუნამოს სუნები რო იჩდება ხოლმე. რაღაც ეგეთი თითქოს შექმნილი შეიძლება კარგი სუნი, მაგრამ არაბუნებრივი, რაღაცა ესენცია უფრო. შეიძლება მსხალი აქ იპოვა, მაგრამ ესენცია იყოს და არა ნამდვილი მსხალი. ნახეთ, მსხლის ესენციას დაყმოსეთ, მსხალი სუნია ორივე, მსხლის სუნია ორივე, მაგრამ აქ ნამდვილი მსხალს ცოცხალი სუნი აქვს. აი მაგას გულისხმობ ალბათ. კი. და კიდე იცი რა არის? აი რო სუნა მაინც ვერ დაგეთახმები რა. ტყლაპის სუნი აქვს. არა. ბებია ჩემი აკეთებდა ტყლაპს გურიაში. და ხო და კიდე იცი რას ვაკვირდები რომ ქლიავის ტყლაპს კი არა, მაინც ტყემლის ბოდიში ასე გაცადი ქლიავის ტყემას მე მგონი ურევენ კიდევაც ხშირად. მომჟავო სუნი აქვს, სანამ კარგად გამოხმებოდა ხოლმე ცოტა გაზილავენ მაგას რომ გახმეს მე და ახვიო, ხო? აი სანამ არა, ეგ სუნია, არა, კაია ბიჭო, არ არის ქიმიური სუნი, კაია. უბრალოდ ერთი რა კითხვა გამიშთა, ისი კიდე, ხო, single blended არის, ანუ სულ single malt-ების ბლენდია. აი ცხვირზე თითქოს გრეინიც აქვს შერეული. შენ არ გზნობ მაგას? ნუ კი, ახლა ბლაინდზე გეკითხა, ალბათ ვიტყოდი რომ 80% კი ვიდრე არა. ხო. იმიტომ რაღაცა ხო ის აქვს, რაღაც ის ეგეთი სუნი აქვს, თითქოს გემოზე უფრო ხვდები ხოლმე მაგას სიმართლე გითხრა. ხვდები რა, ვიცი გრეინის განწყობა რა არის, ხორბალი სადაც არის შერეული, გემოზე რას აძლევს, მაგით ასე თუ ისე ხვდები, სუნზე ცოტა მიჭირს. აი საერთოდ პურის ეფექტი აქვს, პურს კი. ეგ სიმჟავია ეგ პურის. არა, მე უკვე მომწონს, იმიტომ რომ მე დავუკავშირე ჩემი ლინკებით, ხო ემოციური მულები ყველაზე კარგია და ცხონდებულები ჩემი გამახსენდა და იმის ტყემლის ცოტა ქლიავნარევი, ტყემლის უფრო მეტად ტყემლის რაღაცა ყუწყუწებიანი ტყლაპი რომელს დაკეთებდა ხოლმე და მე ჭამდით ხოლმე გამხმარს სამთარში. კაი, იჩი რო ნახოთ? მე მომეწონა ძალიან კაი სუნი აქვს. მე ამას დავსუნავდი ძალიან ბევრჯერ და ვისიამოვნებდი. ეხლა ვნახოთ იჩი რო. ეს მსოფლიო. ხო, მსოფლიო ბლენდი, შიგნით შედის გარდა ბურბონისა, ირლანდიური გაუღვევებელი ქერის ტრიპლ დისკილდის, კანადას ხო კანადური ვისკი ხო საერთოდ სხვანაირი ვისკია კიდე და შოტლანდიური შედის, ნეტა შოტლანდიური. ეტყობა. აი ეს გაცილებით უფრო დომხალია. მე ეს უფრო მომწონა, ლიმონათია, მსხლის ლიმონათია. არ ვიცი. ჩემთვის დომხალია აქ. ეხლა მსხლის ლიმონათი რო თქვი მსხალი კი იგრძნობა და აშკარად იგრძნობა, იმიტომ პირველი ეგ მოგივიდა ბავშვი. მაგრამ ხო პირველი ორი დაყნოსვის მერე ეს მსხალი რო გადავიდა უკვე. აი ძალიან დომხალია, ნახე ხისუნიც ბევრი აქვს, ტანინებიც ბევრი აქვს. კი. რაღაცა შეერია რა. სასიამოვნოა, მაგრამ დომხალია. ჩემთვის მაინც ეს უფრო მრავალფეროვანია ვიდრე ეს. ხო, თო მე ამის დომხალში მრავალფეროვნებას ვერ ხედავ, დომხალს ხედავ, მიხვდი, დომხალი მრავალფეროვნებას ბევრი რაღაცა არის, მაგრამ რაღაცა ვერ დავაკავშირე ვერაფერს.
მე ეს მირჩევნია, მე შემბარში ამაში უკვეთავ შემდეგ ჯერზე როცა. აბა ნახო ისე, ეხლა ეს დავსვათ რა პარალელურად იცვლება ორივე და. არა, კაი ეს. კაი კია, მაგრამ ნუ აი შენ ისევ ამას უნდა ვიჩიროს? ამას უნდა გოცო. მე ისევ ამაზე დავუბრუნდი. ხო და ეგ წერხან დავსუნე და ისე ეს უფრო ქვემოთ ჩავიდა ეხლა. თითქოს ამან ასქნა რა. მე კიდევ უფრო მოწონს ეს. არა, ამაში არა, ამას ვანილებიცა აქვს ბიჭო, რა სამობ, ეხლა მას გაეხსნა ამას რაღაცეები რა. ეს კარგია რა, ყლაპები და რაღაც ვანილები ერთად. მე კიდევ უფრო მოწონს ეხლა და კრიმიც არის. ამაში ზედაკარაქია ბიჭო. მეორე წრეზე რო წავედი, აქ ის აი იშვიათი შემთხვევა როცა ერთთან ხვდებით რა. როგორი ლიმონადია იცი, ოღონდ უბრალოდ ცხვრის ლიმონადი კი არა, აი ახალ დასხმულს რო გასუნავ, ცხვრის რო გაზები ხდება რა, აი ეგეთი ეფექტი აქვს. ბიჭო, აქ ეგ ეფექტი, მაგრამ ეს მირჩევნია რა გავაკეთო. ეგ ეფექტი განა არ გეთანხმები რო ეგ არა აქ. დაგისხამ კიდე ამას. მაგარი ვიჩხმე და დავიმსახურე კიდე ერთი პორცია. ხო, რა ვიცი, გავსინჯოთ. ფუჯით დავიწყოთ, ხო ისევ? ისევ რა და დაბალი გრადუსით რა, ხო. არა, მე ძალიან კაი სუნია. გემოწკაი აქ. სიცხარეს არ ველოდი. უი, როგორ ცხარია? ძალიან ცხარია. მაგრამ ცხვირზე რაც არის, დიდი მრავალფეროვნებაში აღარ გადადის. ხო, იგივეა დაახლოებით. თათრით გიჟობა არ არის, ცხვირზე რაც არის, გემო ეგ იყო ჩაყვაპის დროს, ზუსტად გემო იყო. სიტყვა aftertaste ძალიან დიდი ხნის მერე, გადაყლობიდან ძალიან დიდი ხნის მერე ენაზე გამიშთა სიტყვა. აუ, არა, კაი სიტყვა დატოვა, ასაო, კაი სიტყვა დატოვა რა. სიტყვა დატოვა გემრიელი. აუ, ძალიან კაია. ახლა კაია. არა, გეუბნები სულ ტყლაპებია, სულ კიდე სხვა ტყლაპებსაც მოვიშველიებდი ახლა აქ. უი, თან აქ გზელი ფინიში აქვს. ეს მაუфоთერინგი ნერწყობი მოდის სულ. კარაქიც არის. ანუ ეს არის კრიმია რა, კარაქი კი არა. ვანილიც არის. არა, კაია, ძალიან კაი ვისკია. ბიჭო, არ ველოდი ამისგან. უყურე შე ფუჯი გოტემბა თუ რა ქვია? ფუჯი გოტემბა. მე დანება ახლა. ხლის დადება. დაგისხმო კიდე. რო გადის რა. არა, მაგ არ გიდემეთია. კაი, აბა იჩირო. აბა ნახოთ ეს გემოზე. აი ეს გემოზე უფრო მომწონა ვიდრე ცხვირზე. ცხვირზე ცუდი არ იყო, მაგრამ გემო უკეთესია. მე კიდე გემოზე უფრო მომწონა. არა, გემოზე ეს მირჩევნია. ხო. ნახე, გემოზე ეს მირჩევნია. ცხვირზე რაც თამობ ყველაფერი სწორი იყო, კარგია, ნორმალურია, მაგრამ გემოზე ეს უკეთესია. ვიდრე საკუთარი ცხვირი აქვს კაცო. იმაზე უკეთესია. აი აქ მე გემოში ვიგრძენი, ყველაფერი ის რაც აწერია, ბურბონის ვიგრძენი უკვე სიმინდი. ყველაფერია, ხო, სიმინდიც იგრძნობა ყველაფერი. აი, საერთოდ ყველაფერი. ძალიან დომხალია რა. ცუდი დასალევი არ არის გესიამონება, დაალევ, გაერთობი რაღაცა, მაგრამ აი ყაყანის ვისკია, ხო იცი? აი რო შეხედვართ მეგობრები და ყაყანებთ და გვინდა რომ თან წრუპოთ რაღაცა რა. ხო, ეგეთია კი. ხო, იქ რო ბიჭო კაი ვისკი დამალევი, ნუ ყაყანის დროს ყველას გავაჩვენებ და დავიწყებ იმას ლაპარაკს, გაიგე, მე გამლახავენ. ანუ ფეხბურთი რო ჩართულია რაღაცა, რა ვიცი, სიტყვაზე ვიძახი რა. უბრალოდ უნდა დაალევ კარგი ვისკი ეგ დროს რომელიც ლაპარაკი არ ჭირდება რა, არ უნდა ილაპარაკო ზედმეტი და მე მგონი ეგეთია, კარგია, მიქსია ყველაფერი შედის შიგნით რა. მოკლედ მე ცხვირზე იჩირო მომეწონა და იჩირო უფრო მომეწონა ცხვირზე, ფუჯი გოტემბა უფრო მომეწონა გემოზე. კი ბატონო, მეც შედარებისთვის ეს მომეწონა ოღონ ორივეზე, ცხვირზეც და გემოზეც, მაგრამ ამის ადგილი გამოვნახე როგორც იქნა რა. ანუ ამის ადგილი ყაყანში არ მინდა, ეს მინდა ცალკე დავლევი, იმიტომ რომ ძალიან ისეთი საინტერესო ვისკია და დაკვირვება უნდა და რაღაცა და ფეხბურთს თუ უყურებთ, ყაყანებთ, რაღაც კინოს უყვებით ან რაღაცა მთელი ამბავი გვაქვს დიდ სამეგობროს და გოგოებს ვეპრანჭებით და რაღაცებს ვაკეთებთ, მაგ შემთხვევაში არ უნდა რა ვისკის სალაპარაკო ვისკი არ არის საჭირო, უბრალოდ კარგი მიქსია საჭირო და კარგი მიქსი აქვს ამას. ხო. კარგი ბიჭი იყო ეს ვინც გააკეთა? არა, ეს ცოცხალია ეს, ჰა? ცოცხალია ეს, ის ბაბუამისი იყო რომ მოკვდა. ბაბუამისი მოკვდა, ხო, კაი. ბაბუამაც კარგი მემკვიდრეობა დაუტოვა მაშინ. ხო. შვენიერი. გასინჯეთ რა და მოდი ავით, თქვენც მე რო გასინჯოთ, კომენტარებში დაგვიწერეთ, იქნება არ მეთანხმებით და საერთოდ ეს პირველად ჯობია. მე რა ვიცი, აბა, კაცია და გუნება. ორივე ვისკის გასინჯვა ვისკის კლუბში, ბარში შეგიძლიათ, ჯერჯერობით არის, როგორც ხედავთ. და გამოიწერეთ ჩვენი არხი, ხო? YouTube არხი გამოიწერეთ, ასევე გაწერეთ Facebook ჯგუფში ვისკის მოყვარულთა კლუბი. იმდენი რამე გაქონდეთ, ფინალში საქმელი ცოტა შეგეკიდები ხოლმე, ნახევარს მე ვიტყვი. ორი მქონდა ხოლმე საქმელი, ეხლა სამი გახდა. აბა დროებით მეგობრებო.